ისევ გლდანი მუხიანი სააგარაკე ზონაში ვართ და ვეხმარებით ადამიანს მისი ნაკვეთის მოძიებაში და რეგისტრაციაში, რომელიც მიღებული აქვს ამ ადამიანს 1967 წელს, მაშინ როდესაც შეიქმნა და დაიწყო გლდანი მუხიანის და ავჭალის ზონაში მებაღეობებისთვის სააგარაკე ნაკვეთების გადაცემა. მაგრამ გვაქვს რა პრობლემასთან შეხება და ამ პრობლემასთან ძალიან ბევრ ადამიანს ექნებოდა აქამდე და ვისაც არ ქონდა მოუწევს შეხება. ეს ეხება უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის პრობლემას. ანუ ამ ადამიანს მოუძებნეთ ნაკვეთი, მივაკვლიეთ ტერიტორიას, უფლების დამდგენი დოკუმენტები წესრიგშია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ტერიტორიაზე სხვას დაურეგისტრირა საჯარო რეესტრმა უფლება. რა თქმა უნდა, ორი ადამიანის უფლება ერთ ადგილას ვერ იქნებოდა და იმ ადამიანს, ვისაც დაურეგისტრირა, აქ ნამდვილად არ ეკუთვნის საკუთრება, მაგრამ ეხლა ვიღაცამ უნდა იმოქმედეს, ანუ რაღაც უნდა მოხდეს, რაც არსებულ რეგისტრაციას გააუქმებს. და ნორმალურ პირობებში როგორ უნდა იქცეოდეს საჯარო რეესტრი, ის უნდა ინტერესდებოდეს შემოსული მოთხოვნით და უნდა გადახედოს არსებულ რეგისტრაციას და თუ რაიმე გამორჩა მოძიების პროცესში, კვლევის პროცესში, უნდა შეაფასოს წარმოდგენილი მასალები თავიდან და ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, გააუქმოს არასწორი რეგისტრაცია და დააკმაყოფილოს რეალური მესაკუთრის მოთხოვნა. მაგრამ ამის მიუხედავად რეესტრს არჩეული აქვს ასე გაუკუღმართებული ფორმა ადამიანებთან მიდგომის, მოთხოვნებთან მიდგომის და ამ ადამიანს კიდევ სტვირთს მის მიერ განხორციელებულ არასწორ რეგისტრაციაზე. ანუ ეუბნება, რომ წადი შენ მოძებნე ის პირი, ვინც ზედებაშია, დაარწმუნე, დააჯერე და თუ მოიყვან იმ ადამიანს და დაგეთანხმება, აი ამის შემდეგ დავაკმაყოფილებ შენ მოთხოვნას. ეხლა ეს რამხელა მარაზმია, ხო? ნორმალურ პირობებში ადამიანი ფიქრობს, რომ როგორ უნდა მოუძებნოს ადამიანი, ან როგორ შეიძლება ვიღაცა მით უმეტეს თაღლითმა პირმა, რომელმაც მოახერხა და აქ უფლება დაირეგისტრირა, ის ეხლა მოვიდეს, გონება გაუნათეს, უხერხულობა იგრძნოს და მის რეგისტრირებულ ქონებაზე შენ დაგითმოს საკუთრების უფლება. თითქოს არ იცოდა ამ ადამიანმა, რომ მისი ადგილი აქ არ იყო და ეხლა რაღაც ისეც გაიგებს, რომ სინდისის ქენჯნა გაიღვიძებს მასში და აი მას აბრეშუმის გზას დაგიგებს ტერიტორიებზე და დაგითმობს, რაც შენია. მარაზმია, ხო, აი ზღაპარია და შეუსრულებელი მისია და რეესტრი არის აი ჩამდგარი აი ამ კონდიციაში, რომ ერთგვარად დაცინის ამ ადამიანებს გულისხმობ რეალურ მესაკუთრეებს და იმის მაგივრად, რომ უხერხულობა იგრძნოს საკუთარ დაშვებულ შეცდომებზე, ამ ადამიანებს აკისრებს მისი დაშვებული შეცდომის მოწესრიგებას. ამიტომ ეს ვიდეო და ზოგადად ყველა სხვა ვიდეოები რა მიზანსაც ემსახურება არის შემდეგი, რომ თქვენ გაიაზროთ, რომ ამ თამაშში არ უნდა აყვეთ რეესტრს. ეს არ არის თამაში, რომელიც თქვენ სასარგებლოდ მეტყველებს, თქვენი სასარგებლო იქნება მოცემულობა, როცა თქვენ დაავალდებულებთ რეესტრს, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო თავიდან გამოიკვლიოს არსებული რეგისტრაცია, გადახედოს მას და საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ის და თავიდანვე აგრძნობინოთ, რომ თუ ამ ყველაფერს არ განახორციელებს, მას მოუწევს ზიანის ანაზღაურება და მხოლოდ ამ პირობებში გაქვთ შანსი, რომ უკვე არსებულ რეგისტრაციაზე მოახერხოთ, მოიპოვოთ გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად დაკმაყოფილდეს თქვენი მოთხოვნა. აი ეს ქმედებებია, ეს გზა არის, რაც ყველას გაქვთ გასავლელი და არ გეგონოთ, რომ ვიღაც ამას თავისთვის გააკეთებს და ეს ვიღაც მით უმეტეს რეესტრი ვერ იქნება და არ იქნება, იმიტომ რომ ისე აქვს მოწყობილი მოცემულობა, რომ წარმოედგინეთ და ფულს იღებს იმაში, რომ ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს და ამ თავის რაღაც გაბატონებული მდგომარეობის გამო და იმის გამო, რომ უხერხულობას არ გრძნობს, იმის გამო, რომ წნეხს არ გრძნობს ადამიანებისგან, რომლებმაც როგორც წესი არ იციან, როგორ დაიცვან თავი ამ მდგომარეობაში, აქეთ გავალებს შენ მისი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, რომელიც რეალურად არის მისი გამოსასწორებელი. თუ რეესტრმა არასწორად დაარეგისტრირა, ბუნებრივია შეიძლება შეცდომა მოუვიდეს ყველას და შეცდომისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ თუ შეცდომა დაუშვი შენ, შეცდომა უნდა გამოასწორო შენ და არა მე პირმა, რომელსაც აქ უფლება მეკუთვნოდა და მოვდივარ და გიდასტურებ, რომ აქ ჩემი საკუთრების უფლება არსებობს. ასე რომ ეს გზა ყველას გასავლელი გაქვთ, მიაქციეთ ამ დეტალებს ყურადღება და ასე შეძლებთ, რომ დაიბრუნოთ თქვენი ნაკვეთები და თუ რეესტრი არ მოეგება გონს და ამ ყველაფრისგან მიუხედავად
არ გააუქმებს არასწორ რეგისტრაციას, თქვენ გრჩებათ უფლება, რომ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება, რომელიც უდრის ქონების დღევანდელ ღირებულებას.